მოგესალმებით პირველად ხართ ამ წელს და დავიწყოთ თქვენი გეგმებით. რა ხდება ახლა რა პროცესები ხდება ქართულში? მოგესალმებით პირველ რიგში მინდა შობა ახალი წელი მოგილოცოთ. ეს წელი ყოფილიყო წარმატებული, ჯანმრთელობას გისურვებთ და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ჩვენ გეგმებს, მოხდა ის 30 დეკემბერს, რომ ყრილობამ აირჩია თქვა პრეზიდენტი, ამირჩია, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ რაღაც მესამე ერთ-ერთი კანდიდატის საფუძველზე, შეტანილი საჩურის საფუძველზე შეგვიჩერდა რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის მიზნით. და იურისტებთან ერთად გავდივართ ახლა, მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ, იმიტომ რომ რაც თავარი დოკუმენტაცია იყო, ნოტარიულად დამტკიცებული ყველა მოთხოვნა რაც იყო ჩაბარებული გვაქვს. ეხლა ზედმეტი ინფორმაციული სახის განცხადებას და კიდე რაღაც დოკუმენტაციას შევიტანთ. და მე მგონია რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. ბატონო ირაკლი, პირველი ნაწილით რომ იყო და საჯარო რეისმა გააუჩინა ხარვეზებთან დაკავშირებით. ეს იყო დროის ცვალებადობა უნდა გამართულიყო 1 თვის ვადაში, გაიმართა 10 თვის ვადაში. ეს ხარვეზი როგორ გამოასწორეთ, ჯერ ეს რო ხარვეზი მაგას გამოსწორება არ ჭირდებოდა და პირდაპირ გეტყვით ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მე კარანტინი, მე იყო შეზღუდვები და ამის საფუძველზე და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო, რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლოსთვის წლის ბოლომდე ჩატარებულიყო. ჩვენ ყველაფერი ეს გავითვალისწინეთ, სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა და ცოტა უხერხულად მიმაჩნია რომ როცა 7 დეკემბერს ერთ-ერთი კანდიდატი ულტიმატუმის ენით ინდას სპორტის სამინისტროს ასევე გამგეობას ულტიმატუმის ენით თხოვს დაინიშნოს თარიღი განმეორებითი ყრილობის და რამოდენიმე დღეში საერთოდ რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას მიმართვას ახორციელებს. ასევე ჩემთვის გაუგებარია ისიც რომ 42 დელეგატიდან სუბიექტიდან 36-მა მოაწერა მოთხოვნით რომ დანიშნულიყო განმეორებითი ყრილობა და დღესდღეობით ძალიან მაინტერესებს თავის გადაწყვეტილებას და თავის ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან. აი ეგ არის ჩემთვის გაუგებარი. იმიტომ რომ როცა აპელირებენ რომ ლეგიტიმური იყო თურმე 7 დეკემბერს განმეორებითი ყრილობა და თურმე რამოდენიმე დღის მერე და თქვა 10 თუ 2 კვირის შემდეგ იყო უკვე არალეგიტიმური და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ჩამოყალიბდნენ ზუსტად იმ ერთ-ერთ კანდიდატზე მაქვს საუბარი, რომ ჩამოყალიბდებს ახლა განათლებითაც იურისტია და მე მგონი იურისტმა უნდა იცოდეს, რომ 7 დეკემბერს ლეგიტიმური იყო და რამოდენიმე დღეში ლეგიტიმური არ არის, ეგ ცოტა მიუღებელიც არის და რაღაც ერთიც მინდა თქვა რა, ახლა უმაღლესმა ორგანომ ყრილობა რაგბის კავშირის ყრილობამ მიიღო ის გადაწყვეტილება და მომანდო რაგბის მომავალი თქვა 4 წლის ვადით. ამიტომ ეხა პატარა კაცის ამბიცია რომ რაღაც მაგის საჩივრით რომ რაღაცა შეიცვლება. აქ რო დავასრულოთ, შეიძლება თქვენ ამბობთ რომ საჯარო რეესტში წარადგინეს ყველა ის დოკუმენტები, რის გამოც 10 თვის შემდეგ გაიმართა, მათ შორის სხვადასხვა უწყებების წერილები. არა, ნახეთ, კი არ წარვადგინეთ. ჩვენ ყრილობის ოქმი, გადაწყვეტილება, ნოტარიულად დამტკიცებული ეს წარვადგინეთ, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, როცა 24 თებერვალს იყო პირველი, რომელიც ქორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, მე ერთ თვეში უნდა გამართულიყო 10 დღიდან მინიმუმ 30 დღის მაქსიმუმ ვადაში უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი, ამიტომ 21 თუ არ მეშლება 21 მარტს გამოცხადდა უკვე შეზღუდვები, მე პრეზიდენტის კარანტინი გამოცხადდა და ამიტომ ამას მოყვა ასევე მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. აი ამას ახლა ყველაფერს დაურთავთ, ყველა ის განცხადება 7 დეკემბრის 16 დეკემბრის გამგეობის გადაწყვეტილებას რო თარიღი ის ადამიანები ვინც გამგეობის წევრები იყვნენ და ვინც მოაწერა ამ 42 სუბიექტიდან 36-მა ეს ადამიანები დღეს გამოდიან და იძახენ არალეგიტიმურია. ჩემთვის გაუგებარია უბრალოდ და ახლა რაგბის მომავალს აი მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე რა პროცესები მიმდინარეობდა არჩევნებამდე. თქვენი მხარდამჭერები საუბრობდნენ იმაზე რომ რაღაცა ტიპის პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობდა, როდესაც ლუიჯი ჭინაძის სახელი გაშრდა რომ შეიძლება ქართული ოცნების ნუ მაგაზე მე გეტყვით ახლა მივხვდი დავასრულებ შეიძლება
რაცა ზეწოლაზე იყო საუბარი და ამ ადამიანმა ზეწოლა იქონია შეიძლება კლუბების პრეზიდენტებზე გამგეობებზე და ასე შემდეგ. აი ახლა რა პროცესები გამდინარეობს? თქვენ გამორიცხავთ რომ შეიძლება კავშირში არ იყოს პოლიტიკური პროცესი. მე გამოურიცხავ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ მთავრობა და ხელისუფლება ამ პროცესში არ ერეოდა და არ ჩართულა პირდაპირ გეტყვით. საქართველოა ყველა ვიღაცის ახლობელია, ვიღაცის ნათესავი, ამიტომ თავის პირად თქვათ ურთიერთობებს თუ გავლენებს იყენებს რაგბის აზიანოთ, მოდი ეგრე ვიტყოდი რა და ამიტომ მე ვთვლი რომ ეს მალე დამთავრდება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაციას კანონიერად ჩატარდა, მოდი ეგრე ვიტყვი, სრული კანონის დაცვით, წესდებით და კანონის გათვალისწინებით, ამიტომ რაღაც ახლა ეს არის ბოლო ეტაპი, როცა ამის საფუძველზე უნდა რაღაცა შექმნას, მაგრამ ბოლო როგორ თქვა, ახლა ბოლო გაფართხალება ეგრე ვიტყოდი რა და ახლა ვერ გადავაყოლებთ ქართული რაგბის მომავალს ამ ადამიანს, იმიტომ რომ იცით რომ რუსეთის თამაში გვიახლოვდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და საერთოდ სხვადასხვა აქვს ამ თამაშს, საქართველოს და რუსეთის თამაშს, ასევე არის წლევანდელი წელი, არის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი და ყველანაირად ხელს უშლიან რომ რაღაც თავის პირადი ინტერესების გამო რომ რაგბი არ განვითარდეს და მაგის საშუალებას პირდაპირ ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, მაგის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ რა. ან თქვენ გამორიცხავთ რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ასევე კითხვა. არ არის საჭიროება და რატო ეხა ვიღაცა სურს უნდა ჩატარდეს, ეგრე ვერ იქნება და ავის დანარჩენი გამოჩნდება. საჯარო რესტრის ნახეთ გუშინ და იქ საუბარია იმაზე, რომ წესდების თანახმად 30 წლის განმავლობაში რადგან არჩევნები არ ჩატარდა, განმეორებითი ყრილობა კი არა, თავიდან უნდა ჩაჩარდა და ახალი არჩევნები ჩატარებულიყო. და რა დოკუმენტაცია შეიძლება წარადგინოთ თქვენ, რომ საჯარო რესტრის არა ნახეთ, კი ბატონო, ეხა საჯარო რესტრს ჩემი აზრით ძალიან სუსტი არგუმენტები ქონდა, პირდაპირ გეტყვით ის წერილები, რაც ჩამოუთვალეთ, თქვათ, გინდაც კარას შეზღუდვები, გინდა სამი კანდიდატის მიმართვა, თანხმობა რომ წლის ბოლოს გამართულიყო, მე მოთხოვნები, ყველაფერი ეს დართული არ იყო. მაგრამ ნოტარიულად ოქმის დამტკიცებული გამგეობის და ყრილობის გადაწყვეტილებები ყველაფერი იმ ადამიანებმა, ვინც მიიღო მონაწილეობა, რომ თანახმა იყო 52 სუბიექტიდან 36-ის ხელმოწერა ასევე ეს ყველაფერი არ იყო დართული და ამას დავურთავთ აუცილებლად. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ დასრულდება ისე როგორც საჭიროა. სამართლებრივ და კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა და ვინმეს თუ უნდა ეხა არ მინდა იურიდიულ რაღაც იმაში შევიდე, მაგრამ წესით შეიძლება რაღაც ტექნიკური ხარვეზია, იმიტომ რომ საჯარო რესტს შეუძლია უფრო მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად დაახარვეზოს, თორე იმიტომ არა რომ მეუფლებამოსილება შემიჩეროს. მიხდით, ამის მერე არსებობს სასამართლო და მერე თუ უნდა ვინმეს დავაყ, კი ბატონო ვიდაოთ. მეორე ნაწილზე რომ გადავიდეთ საჯარო რესტრის, აქ საუბარი არის რომ გამგეობის წევრები არ უნდა არჩეულიყო 30 დეკემბერს, იმიტომ რომ პირველ ხტომაზე არ იყო დღის წესრიგი. კი ბატონო, მაგაზეც მოგახსენებთ, დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, შეიძლება რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი, რა თქმა უნდა, ყრილობა კენჭისყრაზე დგება, ან ეთანხმება ეს ყრილობის გადასაწყვეტია. მიხდით, აი ეს იყო და მაგი არის მეორე შენიშვნა თუ ხარვეზი, ტექნიკური ხარვეზი და მაგის გამოსწორებადი არა. აი როგორ არის? იმიტომ რომ ყრილობას შეუძლია ერთ-ერთმა სუბიექტმა რომ დააყენოს რაღაც საკითხი, მე კენჭისყრაზე დგება და ყრილობა წვითავს, უმრავლესობა რასაც გადაწყვიტავს, აი იმ კუთხით წდება ის საკითხი. ყრილობის მიმდინარეობის. კი ბატონო, რა თქმა უნდა. თვითონ ყრილობა რომ გაიხსნება და დღის წესრიგის ჩამონათვალი, თქვათ, ეგრე რომ თქვათ, ითქმება, მერე უკვე ერთ-ერთი სუბიექტ შეუძლია ერთს ან ორს ან რამოდენიმე სუბიექტს დააყენოს დამატებითი საკითხი, რომ შევიტანოთ დღის წესრიგში. ბაჩო ხუთი ამბობს, რომ ასევე აქ გაუქმებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, მსგავსებაც არის და ეს დეტალები გამგეობულა. გორის გორდა, რომელიც არის სუბიექტი რაგბის კავშირის, მაგრამ ვერ ღებულობს ჩემპიონატში, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას. ეს ადამიანი შემოვიდა, ჯერ ქორუმი უმაგისოთაც იყო, 53 ხმა იყო, 20 სუბიექტი.
19-მა სუბიექტმა 51 ხმით მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. გორის გორდას მონაწილეობა არ მიუღია. და ჩემთვის ისიც გაუგებარია, რომ შორიდან ლაპარაკს ჯობდა პირველ ტურშიც არ მოვიდა 24 თებერვლის ყრილობაზე და არც ახლა გამოცხადა და ცოტა შორიდან საუბარი, ცოტა გაუგებარია მოვიდეს, თავის მომხრეებსაც მოუწოდა ბოიკოტის რეჟიმით და არ გამოცხადებულიყვნენ საერთო კრებაზე. ამიტომ ეს ცოტა მიუღებელია, ეს არის პირიქით მოსულიყო ჯანსაღი კამათი მისაღებია, ვიდაოთ კი ბატონო და გადაწყვეტილებას მიიღებს ყრილობა. იმითაც აპელირებს, რომ ყველა ჩემი მომხრეების დანარჩენი მომხრეები ჩემიაო და მოსულიყო და მაშინ თუ იმარჯვებდა, რატო არ გამოცხადდა? ირაკლი, რა ძირითადი პრობლემები წინაშე დგებით, რა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები ხდებათ? ერთი პირველი ეტაპი რაც არის და ძალიან მნიშვნელოვანი მოგახსენეთ რუსეთის თამაშია, იმიტომ რომ სხვადასხვა აქ ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვისაც, ჩვენთვისაც პირადად 13 წელი თამაშობდი და მეც და აგერ პალიკოც და სხვა მოხდია რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ასევე არის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, იმიტომ რომ რუსეთიდან რო დავიწყო მე ევროპის ერთათასიანებმა, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანაირად მზად, არანაირი. იმიტომ გადავდგით, თქვათ, მე და გოჩა შეიძლება 100 და სხვადასხვაობა გქონდეს განვითარების კუთხით, მაგრამ გადავდგით ის ნაბიჯი, რომ რაგბის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის რაც უკეთესი იქნებოდა. გავიმეორებ, რაგბი არის გუნდური სახეობა. ჩვენ თუ ერთიანად, ერთი ძალისხმევით არ ვეცადეთ რაგბის განვითარება, წარმატებას ვერ მივახცევთ. ამიტომ ზუსტად ეს არის, რომ აი ხა ვინ იღებს პასუხისმგებლობას, მე ძალიან მაინტერესებს. ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაცა რომ ცუდად დაიწყოს ეს თამაშების, თქვათ ეგრე რომ თქვათ ტური და გინდას რუსეთის ნაკრების თამაში. აი პირდაპირ გეუბნებით. პასუხისმგებელი არავინ არ არის. და აი ეგ არის ზუსტად საბოტაჟს აწყობენ და ქართული რაგბის განვითარებას ხელს უშლიან. აი ეგ არის ზუსტად პრობლემა და მაგას ჯობდა ყრილობაზე მოსულიყვნენ. ეს შეგვეძლო. რამდენი დებატები იყო და რამდენი გინდაც ბევრ ტელეეთერებში დაგვიბარეს, მაგრამ და მიგვიწვიეს, მაგრამ არასდროს ყოველთვის თავს არიდებდა. ხო და ეს არის მიუღებელი. მაშინ გაიგო საზოგადოება, გამოვიდეს ახლა შორიდან საუბარი ცოტა რთულია. მაშინ დავждეთ და კი ბატონო, განვიხილოთ ყველა ის დეტალი, რა არის სამართლიანი, რა არის არასწორი, ჯერ ესეთი ადამიანი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეჭირა, მაღალი მიღწევების მენეჯერი. და დღეს გამოდის და იმაზე საუბრობს უკვე 3-4 კომენტარი ქონდა რომ მენეჯმენტის პრობლემა იყო. თავი 4 წელი თითქმის 3 წელი და 9 თვე თუ 3 წელი და 8 თვე თანამშრომელი იყო რაგბის კავშირის. ეს გუნდური მართვაა და არა ვიღაც ერთი პიროვნების სამართავო. გუნდურია და ყველაზე ნაწილდება პასუხისმგებლობა. მე ეგრე უყურებ ყოველ შემთხვევაში და ეგრე იყო აქამდე. და რატო შეიცვალა და მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ და სხვა არ მაინტერესებს ეგრე, ცოტა მიუღებელია. ბატონო მარიკო, თქვენ თქოს თუ ეს პროცესები როგორ მოხდება, ზოგადად შიდა ჩემპიონატზე რომ ვიღაც რაღაც სიმღერების თვალით ყველაზე კარგად ხვდებით და როგორ მიმდინარეობს პროცესები ჩემპიონატზე როგორ აისახება. რა თქმა უნდა, ხა შიდა ჩემპიონატზე ისედაც დაეთყო ხელი, ჩემპიონატი პანდემიის დროს იქ ფინანსების პრობლემა იყო, მართველი არ ყავდა ფედერაციას და ეს ყველაფერი საკმაოდ გაიწელა, გვიან დაიწყო და რა თქმა უნდა ეს კიდე იმოქმედებს, ეს ჯერ კიდე არავინ არის ის გუნდები შეძლებენ თუ არა ჩემპიონატის გაგრძელებას სევანტესას, იმიტომ რომ იქ სამუშაოები არის ჩასატარებული როგორც ფინანსების მხრივ, ასევე ბევრი თვითონ ცხრილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებლად დიდი გავლენა ექნება. ზაფხულში ასეულდა ეს კრიზისი, რომ მოთამაშეები სხვადასხვა სამუშაოებში ზოგი მუშაობდა პოლიტის კურიერად და ასე შემდეგ. არის თუ არა წერეს, ამ ჩემპიონატის ჩაშლის საფრთხეს, რომ ფინანსებს ვერ იზიდოთ ვერავინ, ხო, ამას ამბობენ. კი, ზუსტად მაგას ვაპარაკობ, იმიტომ რომ დაიწყო ახალი სეზონის გაგრძელება, ახალი წელი, იქ თანხები არა, რაღაც ნაწილი თანხები რაც იქნა გადახდილი, კლუბებს ეყოთ იმისთვის, რომ როგორღაც დაესრულებინათ დეკემბრის ბოლომდე ჩემპიონატი, პირველი ნაწილი ჩემპიონატის და მეორე ნაწილის უკვე გაგრძელება ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ფაქტობრივად 90%-ის კლუბების დაფინანსება ზუსტად ის თანხა იყო, რაც ეყოფოდათ მათ დეკემბრისთვის.
ამას ცალკე ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. თვითონ ფედერაციას აქვს მეორე სამუშაო ჩასატარებელი, იქ სახელმწიფოსთან იმუშაოს თუ რა მიმართულებით ის თანხები რამდენ ხანში იქნება, როგორ იქნება. თუ ეს თანხები არ იქნება იანვრის ბოლოსთვის, ან მაქსიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე, სავარაუდოდ შეიძლება ეხაც იანვრის პერიოდში ჩაიშალოს ჩემპიონატი. აი, რადგანაც თანხები ახსენეთ, აი ირაკლის იყო და თქვენი წარმომადგენლები არაერთხელ ყოფილდნენ. აგიფსები, რომელსაც ისაუბრიათ დიდ ფინანსურ გარღვევებზე კავშირის კლუბის. ამ ნაწილზე როგორ აპირებთ მუშაობას, როგორც ვიცით, თუ არ ვწდები, გარკვეული ნაწილი ეხებოდა სისხლისამართლის საქმესაც ფინანსური კუთხი. ამ კუთხით არის პრობლემები ხედავთ და როგორ ფიქრობთ ამ საკითხის, ეს თუ იქნება კიდევ ერთი ნაწილი პრობლემების. ანუ რა თქმა უნდა, ეხლა ყველაზე პირველი ნაწილი ეგ პროცესი იქნება. ეხლა ჩვენ დღეს ხმამაღლა ბევრ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ აუდიტი არის შესული, პროკურატურაც იყო შესული, ანუ იქ რა არის როგორ და აქ კონკრეტულად ირაკლებმა სახსენა და მეც ყველანი ჩვენ იგივე აზრზე ვარ, რომ აქ ხო გარკვეული ჯგუფი და არა პიროვნებები. აქ პიროვნებებს არ შეგვიძლია რომ ყველამ ხელი შევაწმუნოთ. აქ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც პასუხს აგებს და რომელიც უკვე ამ მომენტისთვის უკვე ჩვენი კომპეტენცია დასულია, რადგან აუდიტი და პროკურატურაა შესული და რა თქმა უნდა ისინი ამ ყველაფერს მიიყვანენ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭირო იქნება. რაგბის კავშირში მიმდინარე ეს პროცესები ზოგადად ეხლა კი მინდოდა კიდევაც განცხადება რაღაც ჩემი ფორმით გამაკეთებინა. პირველ რიგში ბაჩოხურის მე წლებია ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთვის უბრალოდ გულდასაწყვეტია რომ ის დღეს აი ამ პოზიციაში არის და აი ამ პოზიციაში მისმა გუნდის წევრებმა ჩააყენეს ამ პოზიციაში. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ ბათუკევლიშვილის ჩართვა, სატელევიზიო ჩართვა, სადაც მან ახსენა რომ დღეს რაგბი უნდა მართოს მაღალი აზროვნების თანამედროვე ადამიანებმა, მაგრამ არა ირაკლი აბუსერიძე და მისმა ჯგუფმა. მან ეს პირდაპირ არა მარტო ირაკლის მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმ ჯგუფს, რომელიც ჯგუფიც არის თითქმის ყველა თაობის კაპიტნები. ანუ აქ შეიძლება კი არა აუცილებლად ვახსენებ როგორც ირაკლი მაჩხანელი, გია ზედგინიძე, დავით ზირაქიშვილი, ლევან ცაბაძე, შარვალ სუთიაშვილი, ანუ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ჯგუფი დღეს ირაკისთან არის და მე ვინახ მამაღლა ვთქვა, რომ ეს მთლიანი ჯგუფი, ვინ ჩვენ ვართ, დღეს გვიწევს ბრძოლა ისეთ ადამიანებთან, კიდევ ერთხელ გავუსმენ ხაზს, როცა ჩატარა თებერვლის შაშანდენი პირველი არჩევნები, ბაჩოხურძეს მხოლოდ 3 ხმა ჰქონდა ამ არჩევნებზე. და თვით ბათუკევლიშვილი, რომელიც დღეს მაღალაზროვნებაზე ლაპარაკობს და ესე შეურაცხყოფებს საყენებს, თვით ბათუკევლიშვილის კი არ ედგა გვერდში ბაჩოხურციძეს. და უცებ დღეს აი ესეთი სურათი, ანუ აი ჩვენ ჯგუფს ადამიანები, რომლებმაც მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ეს რომ ეს თაობები მოვდიოდით, რომელმაც ქართულ გულშემატკივრას რაგბიში აყვარა, უცებ ჩვენ გავხდით რაგბის წრეები და რაგბის დამანგრეველები. ეს ხული აბსურდი არ და ეს სიცხვილეა უბრალოდ რა. აი დღევანდელს არის ზუსტად ეს მდგომარეობა და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა რა ჯგუფიც არის და რომელი ჯგუფი ვდგევართ ირაკლის გვერდზე. კადრები